რუმინეთში სამთავრობო კრიზისია. დასავლეთი საკომუნიკაციო კაბელების გახშირებულ დაზიანებაში შპიონაჟის კვალს ხედავს. კვლელობა ნიუ-იორკში. პარაგვაის პრეზიდენტს გაგაცნობთ ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. რუმინეთში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ბათილად ცნო. შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულმა სოციალურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ არჩევნებში პირველივე ტურში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ აგროვებდა ხმების საკმარის რაოდენობას. გამოკითხვების მიხედვით მეორე ტურში ორი კანდიდატი, ლიბერალი ელენა ლასკონი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მეორე დღეს საარჩევნო კომისიის განცხადებამ ნახევარი რუმინეთი საფეხალში ჩააგდო. არჩევნების შედეგების გასაჯაროების შედეგად გაირკვა, რომ პირველ ადგილზე ხმების 23%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი ულტრამემარჯვენე პროპუტინისტი პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ გავიდა. ლიბერალი ელენა ლასკონი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. საარჩევნო კომისიის დადგენილებით ისინი მეორე ტურში გადავიდნენ, რომელიც 8 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო. ამ ამბავმა რუმინეთის პოლიტიკურ ელიტაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ რუმინეთი ნატოს მოწინავე წევრია. ის ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპასა და შავ ზღვაში ნატოს ფორპოსტი გახდა. რუმინეთში ნატოს დიდი სამხედრო ბაზა აქვს, სადაც ბალისტიკური ანტისარაკეტო სისტემებია განლაგებული. ახლო მომავალში აქ რამშტაინის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი საავიაციო სამხედრო ბაზის აშენებაა დაგეგმილი. რუმინეთი აქტიურად მონაწილეობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის პოსტზე ულტრამემარჯვენე კანდიდატის გამარჯვება, დაწყებული ამერიკითა და ბრიუსელით და დამთავრებული რუმინეთის მთავრობით, არავის არ აძლევდა ხელს. კელინ ჯორჯესკუ შეიძლება მათთვის რუმინეთის ორბანი ან მასზე უარესი გამხდარიყო. რუმინეთის პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა მეორე ტურში ჯორჯესკუს არ დაშვებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯორჯესკუს რეიტინგის აწევა და რუმინეთის საზოგადოების მანიპულირება სოციალური მედიის მეშვეობით მოხდა. ყველა ამ საქმეში ბუქარესტი მოსკოვის ხელს ხედავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგენილი ფაქტები არ გაითვალისწინა და ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმურად ცნო. ამის შემდეგ პროცესში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო ჩაერთო და არჩევნებში რუსეთის ჩარევის ვარაუდის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. 6 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლო ახალი ვერდიქტის გამოსაცხადებლად ისევ შეიკრიბა. ამჯერად და საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, ასე რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ევროკავშირის ისტორიაში არჩევნების შედეგების გაუქმება უპრეცედენტო შემთხვევაა. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ვერდიქტმა რუმინეთში და ზოგადად მთელ დასავლეთში ვნებათა ღელვა გამოიწვია. ექსპერტთა უმრავლესობა შიშობს, რომ ვერდიქტმა შესაძლოა დემოკრატიის ეროზია გამოიწვიოს. არსებობს რისკი, რომ არჩევნების როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის არსი დაეცეს. თუ ადამიანები დაასკვნიან, რომ ვისაც არ უნდა მისცენ ხმა, მათი არჩევანის შედეგი შეიძლება გაუქმდეს. მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას შეწყვეტენ, რაც ნებისმიერი პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე პირდაპირ აისახება. თან უცნაური ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის არჩევნები ბათილად არ ცნო. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა. ამ არჩევნებში
ძველმა ელიტამ გაიმარჯვა. ამის გამო რუმინეთის საზოგადოებაში ასეთი კითხვა ისმის: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში манипуляция მოხდა, საპარლამენტო არჩევნებში რატომ არ შეიძლება იგივე მომხდარიყო? როგორც ბოლო სოციალური გამოკითხვები ადასტურებს, რუმინეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა პოლიტიკური ელიტით. ფიქრობენ, რომ ელიტა ამპარტავნობს, ხალხს ზემოდან უყურებს და მოსახლეობის პრობლემები არ აინტერესებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამორჩეველი გამოსავალს ოდიოზური ფიგურების არჩევაში ხედავს. ასე ვთქვათ, ამორჩეველი გულგრილ ელიტას ამით ჯის. მოკლედ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დემოკრატიის იმიჯი დააზიანა. ახლა ექსპერტები მთავრობასა და პოლიტიკურ ელიტას ახალი არჩევნების სამაგალითო ჩატარებას ურჩევენ, რომ ეს ნეგატივი როგორმე გაქარწყლდეს. ამასინანდელმა ინციდენტმა, რომელიც ბალტიის ზღვაში მოხდა, დასავლეთ შეახსენა, თუ რაოდენ დაუცველია მათი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ლიტვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული 218 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი წყობრიდან გამოვიდა, რასაც რამდენიმე საათში მეორე ინციდენტი მოხდა. ამჯერად შვედეთის კუნძულ ელანდის მახლობლად ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელი გადაიჭრა. 2021 წლის შემდეგ მსგავსი ინციდენტები გახშირდა. მარტო გასულ წელს ფინეთის ყურეში 1 მილსადენი და 2 საზღვაო კაბელი დაზიანდა. ითქვა, რომ ერთ-ერთი ინციდენტი ჩინეთის დროშით მოცურავე გემმა გამოიწვია. თითქოს კაბელები იმ გემის ღუზამ დააზიანა. წყალქვეშა კაბელების დაზიანება ხანდახან მართლაც ხდება, როცა რომელიმე გემის მიერ ჩაშვებული ღუზა წამოედება ხოლმე კაბელს, მაგრამ ასე გახშირებული ინციდენტები უკვე ეჩვბადებს. ევროპაში, კერძოდ ნატოში გაჩნდა შეგრძნება, რომ ინციდენტები მტრული სახელმწიფოების ერთი დიდი დივერსიული გეგმის ნაწილია. მოგახსენებათ, თანამედროვე სამყაროში კომუნიკაცია, მათ შორის ინტერნეტი, უდიდეს როლს თამაშობს, რაც გაყვანილი კაბელებით ხორციელდება. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს Wi-Fi-სა და სატელიტური სისტემების განვითარების მიუხედავად, კომუნიკაცია მაინც ჩვეულებრივ კაბელებზეა დამოკიდებული. თითქოს მე-19 საუკუნის შემდეგ, როცა 1866 წელს ამერიკამ და ბრიტანეთმა პირველად მსოფლიოში ატლანტის ოკეანის ფსკერზე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი სატელეგრაფო კაბელი გაიყვანა, განვითარება შეჩერდა. დღეს მსოფლიო ოკეანეების ფსკერზე 600-ზე მეტი კაბელია გაყვანილი. მათი საერთო სიგრძე 1.4 კილომეტრს შეადგენს. მთავარი კაბელები ამერიკასა და ევროპას შორის გადის. ევროპაში ყველაზე მეტი კაბელი ბალტიის ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, რომელიც სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დანარჩენ ევროპასთან კავშირს უზრუნველყოფს. ასევე ბალტიის ზღვაში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მრავალი მილსადენი გადის. ამიტომ ამ ინციდენტები დასავლეთი ასე შეშფოთებული. დასავლეთი დივერსიის გარდა შპიონაჟსაც უფრთხის. მაგალითად, თუ დივერსია მოხდა და რომელიმე კაბელი დაზიანდა, კომუნიკაცია საჰაერო სისტემების გამოყენებით მაინც გაგრძელდება. დაზიანებული კაბელი უბრალოდ შეკეთდება, მაგრამ შპიონაჟის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. სადაზვერვო ჯგუფს კაბელზე მოსასმენი აპარატურის დაყენება შეუძლია. თუ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებს დავეყრდნობით, ასეთი დივერსიული ჯგუფები რუსეთს და ჩინეთს უკვე ყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებობს სამმართველო სახელწოდებით ГУГ Главное управление глубоководных исследований ღრმა წყლების კვლევის მთავარი სამმართველო. ზუსტად ამ სამმართველოში შედის წყალქვეშა დივერსიული სპეცრაზმები, რომელიც სათანადო ტექნიკითაა აღჭურვილი. კაბელების უსაფრთხოებისთვის ევროკავშირმა ნატოსთან ერთად უკვე არაერთი გეგმა შეიმუშავა. გაიზარდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ავიაციისა და საზღვაო ფლოტის მეშვეობით კონტროლირება.
ბალტიის ზღვაში გაასმაგდა ნატოს გემების პატრულირება. ასევე შეიქმნა ევროპის საერთო კრიზისული ცენტრი, რომლის დახმარებით ევროპის ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებასა და საჭირო ინფორმაციას უზიარებს, მაგრამ ნატოში ვარაუდობენ, რომ ყოველივე ეს კომუნიკაციის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის. ნატოს უმთავრესი რჩევა ბალტიის ზღვის რეგიონის ქვეყნებისადმი სათანადო ტექნიკისა და გემების შეძენაა. 2021 წელს პენტაგონმა საკაბელო უსაფრთხოების ფლოტი შექმნა, რომელიც ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ადგილზე მივიდეს და თავისი აღჭურვილობით საკომუნიკაციო კაბელი შეაკეთოს ან ხელახლა გაიყვანოს. ევროპას ასეთი ფლოტი არ ყავს. უფრო მეტიც, გემები და ეკიპაჟი, რომელიც კაბელების შესაკეთებელი აპარატურითაა აღჭურვილი, მხოლოდ გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ნატოს უსაფრთხოების ექსპერტები ასევე მოითხოვენ კაბელები და მილსადენები დიდი რაოდენობით სენსორებით იყოს აღჭურვილი, რათა მათთან მიახლოების შემთხვევაში უსაფრთხოების სტრუქტურებმა დროულად მიიღოს სიგნალი. ექსპერტთა აზრით, სამხედრო ტექნიკა ელვისებურად უმჯობესდება, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ახლა ხელმისაწვდომია, მაგალითად, ომები, დრონებისა და ინტერნეტის საშუალებით. ბუნებრივია, ახალი გამოწვევები ახლებურ მზადყოფნას თხოვულობს. ნიუ-იორკის ცენტრში დღისით მზისით ცნობილი სადაზღვევო კომპანიის United Healthcare-ის ფლობელი და მენეჯერი ბრაიან ტომსონი მოკლეს. ქუჩის კამერებმა აღბეჭდა, როგორ მოკლა პირბადით სახე დაფარულმა ახალგაზრდა კაცმა ბიზნესმენი მაყუჩიანი პისტოლეტით. რამდენიმე დღეში პოლიციამ მაკდონალდსის ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ლუიჯი მანჯონე დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუიჯი მანჯონემ თურმე შური იძია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მანჯონეს ზურგზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა და დაზღვევამ რაღაც მიზეზით ოპერაცია არ დააფინანსა. მკვლელობამდე მან სოციმედიაში განმარტა, სისტემა იმდენად დამპალია, რომ უბრალო ადამიანს სხვა არჩევანი აღარ რჩებაო. საგულისხმოა, რომ ლუიჯი მანჯონე სულაც არ არის ღარიბი, იგი მდიდარი ოჯახის შვილია. მშობლებს საკუთარი გოლფის მოედანი აქვთ. ბიძაშვილი ერთ-ერთი შტატის კონგრესმენია, თავად ელიტარულ სკოლაში სწავლობდა. ის უბრალოდ მემარცხენე იდეებითაა გატაცებული. ლუიჯი მანჯონეს განმარტებამ ამერიკულ საზოგადოებაში სიმპათიისა და გაგების ქარიშხალი გამოიწვია. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას ის მკვლელად ეღიარებინა, ის მიიღეს როგორც ახალი რობინ ჰუდი. თან სიმპათია არა მხოლოდ ლიბერალურ ან მემარცხენე საზოგადოების ნაწილში, არამედ ულტრა კონსერვატორებშიც დაიმსახურა. მის თაყვანისმცემელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ლუიჯი მანჯონესგან ვარცხნილობა და ჩაცმულობა გადაიღო. სოციმედიაში ახალგაზრდების მხარდამჭერი ვიდეოები ვრცელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა სოციალურ ქსელებში მაკდონალდსის ბულინგი დაიწყო, რადგან მისი თანამშრომლები პოლიციას მანჯონეს დაჭერაში მიეხმარნენ. მაკდონალდსის კონკურენტმა Burger King-მა რეკლამა გამოუშვა, რომელშიც ასეთი სიტყვები გაისმის. ჩვენთან მას ვერ დაიჭერდნენ, რადგან ჩვენ სათვალთვალო კამერები არ გვაქვს. თუ იკითხავთ, რატომ გადაირია ამერიკის მოსახლეობა, პასუხი არ დააყოვნებს. ამერიკაში, სადაც სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა ძალიან ძვირია, ზძულთ სამედიცინო დაზღვევის კომპანიები. თუ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება და დაზღვევის იმედზია, ის ხშირად მწარე რეალობას აწყდება ხოლმე. სადაზღვევო კომპანიები ცდილობს მძიმე ავადმყოფების საქმეები არ დააფინანსოს. ასე დაგროვდა ამერიკაში დაზღვევისგან გამწერებულ ადამიანთა რიცხვი. სტატისტიკურად დაზღვეულთა მთლიანი რაოდენობიდან დაფინანსებაზე 16%-ს ეუბნებიან ვარს. United Healthcare-ში კი ეს რიცხვი 30%-ს გადაცდა. ამერიკაში ყველა უჩივის ამ მანკიერ სისტემას, მაგრამ ვერაფერს ხდებიან, რადგან დაზღვევის ლობისტებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ.
ამერიკული საზოგადოება მათ კაციჭამიებს ადარებს. სწორედ ამ ნეგატიური სურათის გამო აღიარა საზოგადოებამ ლუიჯი მანჯონე როგორც მხსნელი. მასმედიის თქმით, ბევრ იურისტს უკვე ეშინია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მესმკვლელი არ გაამართლოს. ამ ამბავმა ერთ-ერთ მასმედიუმში ასეთი გამოხმაურება ჰპოვა. ყოველივე ეს ნიჰილიზმზე და დემოკრატიისადმი დაკარგულ რწმენაზე მიუთითებს. წესით დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსახლეობას არჩევნებით ან სხვა დემოკრატიული ინსტრუმენტებით უნდა შეეძლოს პრობლემის გადაწყვეტა. როცა ადამიანი ასეა გახარებული მეორე ადამიანის მკვლელობით, მაშინ დემოკრატია ბევრს ვერაფერს გახდება. Corazón de América, ამერიკის გული, ასე უწოდებენ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანა პარაგვაის მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რომლის ძირძველი ხალხი ინდიელთა ტომის გვარანის შთამომავალია. პარაგვაი ქვეყნისა და ასევე ქვეყნის მთავარი მდინარის სახელწოდება გვარანის ენისგან წარმოსდგება, რომელიც ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი ენაა სამხრეთ ამერიკაში. ესპანელებმა მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს ეს მიწა, რომელიც დროთა განმავლობაში ესპანეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1811 წელს პარაგვაიმ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ, ისევე როგორც თითქმის ყველა ლათინურ ამერიკულ ქვეყანას, პარაგვაისაც დიქტატორები მართავდნენ, რაც როგორც წესი იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკის საწინდარია. პარაგვაის პირველი მმართველი და ქვეყნის ეგრეთ წოდებული მამა როდრიგეს დე ფრანსია იყო. მისი ერთპიროვნული მმართველობის დროს ქვეყანაში კერძო საკუთრება აიკრძალა და მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით ევროპელებს გვარანის ხალხზე ძალდატანებით აქორწინებდნენ. ქვეყნის განვითარებას 1864 წლის ომმა მოუღო ბოლო, სადაც პარაგვაის ეგრეთ წოდებული სამთა ალიანსი არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი ებრძოდა. ამ ომში ქვეყანამ მოსახლეობის 60-70% და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მე-20 საუკუნეში დიდი ხნის მანძილზე პარაგვაის ალფრედო სტრესნერი მართავდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო დიქტატურა დაამყარა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და ქვეყანა დემოკრატიული მშენებლობის გზას დაადგა. 1993 წელს პირველად გაიმართა თავისუფალი არჩევნები. ერთი წლის შემდეგ პარაგვაიმ, არგენტინამ, ბრაზილიამ და ურუგვაიმ თანამშრომლობის ორგანიზაცია მერკოსური დააარსა. პარაგვაი მსოფლიოს იმ 12 ქვეყნის სიაშია, რომელიც ტაივანს აღიარებს და მასთან დიპლომატიურ ურთიერთობაშია. ამის გამო პარაგვაისა და ჩინეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. პარაგვაის მოსახლეობა 6 მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 60% მეტისია. სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან შედარებით პარაგვაი ღარიბი ქვეყანაა. მისი ეკონომიკის მთავარი სექტორები სოფლის მეურნეობა და წიაღისეულის მოპოვება. პარაგვაი სოიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. პარაგვაის საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რომლის ახლანდელი პრეზიდენტია 46 წლის პოლიტიკოსი სანტიაგო პენია. ის პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში დაიბადა და როგორც თავად ამბობს, მამის მხრიდან პარაგვაის დამფუძნებელი დიქტატორის დე ფრანსიას პირდაპირ შთამომავალია. სანტიაგო პენიამ პარაგვაის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სახელმწიფოს მართვის განხრით ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარაგვაის ეროვნულ ბანკში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. თან ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. 2004 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. მაშინ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სამეცნიერო ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მისი ნაშრომები დღემდე სამაგალითოდ ითვლება დარგში. 2009 წელს ვაშინგტონში სანტიაგო პენიას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის თანამდებობა შესთავაზე, სადაც აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2012 წელს სანტიაგო პენია პარაგვაის ეროვნული ბანკის მმართველად დანიშნეს და მალე ფინანსთა მინისტრად დააწინაურეს. სანტიაგო პენია 1990-იან წლებში მთავარი ოპოზიციური ძალის პარტიდო ლიბერალ რადიკალ აუთენტიკოს აქტიური წევრი იყო, მაგრამ პრეზიდენტ ორასიო კარტესის რჩევით თავისი პარტია დატოვა და მაშინდელ მმართველ პარტიდო კოლორადოს შეუერთა. ეს ცენტრისტულ კონსერვატული პოლიტიკური ძალა ქვეყნის უძველესი და უმთავრესი პარტიაა, რომელიც მე-19 საუკუნეში დაარსდა. პარაგვაის დიქტატორი სტრესნერიც ამ პარტიის ლიდერი იყო. პარტიდო კოლორადო ფაქტობრივად 1946 წლიდან მართავს ქვეყანას. მხოლოდ 2008-2013 წლებში ჩაანაცვლა ის რადიკალურმა ლიბერალურმა პარტიამ. სანტიაგო პენიას ასეთმა საქციელმა ორივე პარტიაში გამოიწვია უკმაყოფილება. პენიას თავის საქციელზე ახსნა განმარტების გაკეთება მოუწია. 2017 წელს პარაგვაიში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა კარტესმა და მისმა პარტიამ სკანდალური კანონი შემოიღო. პრეზიდენტს უფლება მიეცა საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მიეღო მონაწილეობა. ძველი კანონით კი პოლიტიკოს მხოლოდ ერთი ვადით შეეძლო დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი. ამან დიდი ვნებათა ხელვა გამოიწვია და კანონი უკან გაიწვიეს. იმავე წელს ორასიო კარტესის ინიციატივით სანტიაგო პენიამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ პარტიდო კოლორადოს პრაიმერისში დამარცხდა. განაწყენებულმა აქტიურ პოლიტიკაში პაუზის გაკეთება გადაწყვიტა და პარაგვაის ერთ-ერთ მსხვილ ბანკს ბასას ჩაუდგა სათავეში. პენიას ამ ნაბიჯმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ბასა ბანკი ორასიო კარტეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით სანტიაგო პენია ამერიკაში ჯორჯ ვაშინგტონის ცნობილ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს. მაშინ პენია ცნობილი იურისტისა და CNN-ის ექსპერტის ჯოვანი ვისენტეს სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. 2022 წელს სანტიაგო პენიამ ისევ ორასიო კარტესის დახმარებით თავისი კანდიდატურა ისევ წამოაყენა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ორასიო კარტესთან სიახლოვის გამო მას პარტიის წევრებიც აკრიტიკებდნენ და ხალხიც. ასე ამბობდნენ, კარტესი პენიას რუხი კარდინალიაო. კრიტიკის მიუხედავად მან პარტიის პრაიმერიზი დამაჯერებლად მოიგო და საარჩევნო კამპანიას შეუდგა, რომლის სლოგანი იყო შევცვალოთ პარაგვაი, გამბიემოს პარაგვაი. საპრეზიდენტო არჩევნებში სანტიაგო პენიამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ეფრაინ ალეგრე დაამარცხა და პარაგვაის 52 პრეზიდენტი გახდა, თან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. პრეზიდენტობის პირველივე დღეს სანტიაგო პენიამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვით ბენზინისა და გაზის ფასი შემცირდა. სიღარიბის დასაძლევად საგანგებო პროგრამა შეიმუშავა, სახელწოდებით ტეკოპორა მბარეტე, რაც გვარანის ენაზე კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ახალი პროგრამით ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური და სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. პენიამ უმუშევრობის დასაძლევი პროგრამაც აამოქმედა და დიდი ფინანსური ინვესტიციებიც მოიზიდა. სანტიაგო პენიას ზოგიერთ კონსერვატულ შეხედულების გამო ოპოზიცია დაუზოგავად აკრიტიკებს. ის აბორტებისა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგება. საგარეო პოლიტიკაში პენია წინამორბედი პრეზიდენტების პოლიტიკას განაგრძობს. ტაივანთან ურთიერთობის გაღრმავებას, მერკოსურში აქტიურობას და ისრაელის გვერდით დგომას უჭერს მხარს. სანტიაგო პენიას მეუღლე პარაგვაის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი, არქიტექტორი ლეტიცია ოკამპოსია. წყვილს 2 შვილი ჰყავს. პარაგვაის პირველი ლედი მორწმუნე კათოლიკეა. ის ყოველ კვირას ესწრება ხოლმე საეკლესიო ლიტურგიას. როგორც პარაგვაის მასმედიას განუცხადა, ლეტიცია ოკამპოსმა მისმა მეუღლემ ინაუგურაციაზე ფიცი დადო ბიბლიაზე, რომელიც მას ქორწინების დღეს აჩუქა. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.